ქართული ბიზნესის კრიზისი ოცნების პოლიტიკის შედეგია. ეს განცხადება ცოტა ხნის წინ პირველებისთვის მიცემულ ინტერვიუში ზვიად ჭუმბურიძემ გააკეთა. საქართველოს ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილის პარტიის პოლიტიკამ ქვეყნის ეკონომიკას მძიმედ დაარტყა და ქვეყანაში ევროპული ინვესტიციების მოზიდვის შანსები ფაქტობრივად მოსპო. აღარავის უნდა ფულის ჩადება იმ ქვეყანაში, სადაც არც სასამართლოა დამოუკიდებელი და არც გარემო სტაბილური. დილიდან თბილისში საბანკო სექტორის და მცირე და საშუალო ბიზნესის შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც კრიზისიდან გამოსვლის გზებზე მსჯელობენ. ინა ცარციძე გვიერთდება ამ თემით, ინა გისმენთ. ამ წუთებში მიმდინარეობს შეხვედრა საბანკო სექტორსა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის, სადაც ისინი მსჯელობენ კრიზისიდან გამოსვლის გზებზე, რადგან ბოლო პერიოდში საქართველოში შექმნილმა მძიმე პოლიტიკურმა კრიზისმა და ევროკავშირთან გაუარესებულმა ურთიერთობებმა სერიოზული ზეგავლენა მოახდინა ბიზნესზე და უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე საქართველოში. შესაბამისად, ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით დღეს საბანკო სექტორი და ბიზნესი მსჯელობენ გამოსავლის გზებთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება რომ საშუალო და მცირე ბიზნესი გადარჩეს და ქვეყანამ ასე თუ ისე ფუნქციონირება მაინც გააგრძელოს იმ ფონზე, როდესაც პრაქტიკულად აღარ არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები. ზვიად ჭუმბურიძე, რომელიც არის ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელი, ბოლო პერიოდის განმავლობაში ვერ იხსენებს, რომელმა ევროპელმა ინვესტორმა ჩადო საქართველოში ინვესტიცია და ეს ბუნებრივია, მისი თქმით, გამოწვეულია პოლიტიკური კრიზისით, რომელიც განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ შეიქმნა საქართველოში, როდესაც ქართულმა ოცნებამ გააჩერა ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული და ეს ავტომატურად აისახა პოლიტიკური კრიზისი, ავტომატურად აისახა ბიზნესზე და საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. პრაქტიკულად ძალიან არის განახევრებულია უცხოური ინვესტიციების შემოდინება საქართველოში, რადგან ზვიად ჭუმბურიძე ამბობს, რომ არც ერთ ევროპელ ინვესტორს აღარ უნდა საქართველოში ინვესტირება, რეინვესტირება ან ახალი ინვესტიციის ჩადება, რადგან საქართველო საინვესტიციო ქვეყანა აღარ არის მათთვის, აღარ არის მიმზიდველი ქვეყანა, სადაც ფულს დააბანდებენ და იფიქრებენ, რომ საქართველოში ფულს არ დაკარგავენ, რადგან მათ შორის აღარ არის სასამართლო სისტემა, პრაქტიკულად არ ფუნქციონირებს და იღებს უკანონო გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, ევროპელი პარტნიორებისთვის საქართველო მიმზიდველი ქვეყანა აღარ არის. ქართული ოცნება კი ახლა ცდილობს, რომ ევროპული ბაზარი ჩინური კომპანიებით ჩაანაცვლოს. ამასთან დაკავშირებით ზვიად ჭუმბურიძე პირდაპირ ამბობს, რომ ჩინეთთან ურთიერთობები პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა ქართულმა ოცნებამ კარგად უნდა გაიაზროს ის, რომ ევროკავშირი დღეს არის ყველაზე სანდო პარტნიორი საქართველოსთვის და ევროკავშირს ალტერნატივა არც ერთ ქვეყანაში არ აქვს. ნებისმიერ მოქალაქეზე აი ესეთი ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისი ყოველთვის არამომგებიანია და მით უმეტეს ბიზნესისთვის, იმიტომ რომ ბიზნესი ნახეთ ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მუშაობს, ვითარდება, არ იქნება სტაბილური ვითარება და იქნება პოლიტიკური კრიზისი, ყოველთვის იქნება დიდი კითხვის ნიშანი შენი ეკონომიკური განვითარების. ეხლა ფურცელზე რას დავწერთ, ნახეთ, იქ იყო საუბარი, რომ იანვარში 11%-ზე მეტი იყო, კიდევ ვიზახი. ფურცელი ერთია, რეალობა მეორეა. მმართველი პარტიის წევრები გავიდნენ და ნახონ ქალაქში როგორ მუშაობს ბიზნესი და რა არის ბიზნესისთვის საჭირო. როგორი ფასებია, ნახეთ, ვინმე შეერტყო ის ეკონომიკურის და 11%-ზე მეტი რომელიც იყო იანვარში, რომელიმე ოჯახს ან რომელიმე პირობითად ვიზახი კომპანიას, გამორიცხულია. იმიტომ რომ ახლა ჩვენ ხო ვიცით როგორი ვითარებაც არის ქვეყანაში. ორმხრივი ურთიერთობა ჩინეთთან, მე ვფიქრობ, ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია. მე გულისხმობ ეკონომიკურ ურთიერთობებს, ხო? ეს შენ უნდა გქონდეს და ამაზე უნდა იმუშაო, მაგრამ აქ არის სწორედ დეფინიცია, განსაზღვრა, რა არის შენთვის მთავარი. შენთვის მთავარი ის არის, რომ შენი ქვეყანა ევროპულ მიმართულებაზე იყოს, განვითარდეს, დემოკრატიული საზოგადოება იყოს, შექმნას სამოქალაქო საზოგადოება და ნახეთ, გქონდეს სასამართლო სისტემა, ინსტიტუციები ააწყო, მუშაობდეს ყველაფერი ისე, რომ შენი საზოგადოება განვითარდეს და ეკონომიკურად გაძლიერდეს, თუ რომელიღაცა ამ შემთხვევაში ჩინური კომპანიის ინტერესი გაითვალისწინოს.
უსამართლოსწინო. არა, ის ჩათვალეთ, რომ ჩინელებს და ყველა ქვეყანას აქვს თავისი საგარეო პოლიტიკური ვექტორი, რომელსაც პირველ რიგში მისი ამ შემთხვევაში მოთხოვნების და მათი პრიორიტეტების შესაბამისად ახორციელებს. ევროკავშირის გარდა ვერცერთი სახელმწიფო ვერ იქნება საქართველოსთვის, ასე ვთქვათ, სანდო პარტნიორი. ამის თქმა უნდა ზვია ჭუმბურიძეს, ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელს, რომელიც შეშფოთებულია იმ პოლიტიკური კრიზისით, რომელმაც მძიმე ასახვა ჰპოვა ქართულ ბიზნესზე, მცირე და საშუალო მეწარმეებზე და ახლა ისინი სწორედ საბანკო სექტორთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ცდილობენ იპოვონ გამოსავალი კრიზისის გამოსავალი თუ როგორ შეიძლება შედარებით შემცირდეს პოლიტიკის ზეგავლენა ბიზნეს სექტორზე და საქართველოს ეკონომიკაზე. ზვიად ჭუმბურიძე მოუწოდებს ქართულ ოცნებას, რომ ციფრებით და რიცხვებით მანიპულაცია შეწყვიტონ, რადგან ეკონომიკური ზრდა, რომელსაც ქართული ოცნება სწორედ ფურცელზე ასახავს, არ ასახავს რეალობას, რადგან ქუჩებში აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა, ბიზნესი არის სერიოზულ კრიზისში, პროდუქტებზე ფასები იზრდება და ეკონომიკური ზრდა, რომელსაც ქართული ოცნება ფურცელზე ასახავს, არ ასახავს რეალობას. შესაბამისად, ქვეყანა არის მძიმე ეკონომიკურ კრიზისში, არა მხოლოდ პოლიტიკურ კრიზისში, რადგან ინვესტორები საქართველოში აღარ შემოდიან, რადგან საქართველო მათთვის უკვე სანდო საინვესტიციო ქვეყანას აღარ წარმოადგენს.